ჩანაცუდეს. აუ ლიკა არის ხახა. ელი შეგიშალე. არ ჩაწერა პროლოგი. ერთი წამი გამოუშვი და ყავდეს ისე. ოუ რა კაცკაცო. ვაც არა მოგთხარო ეხა წრეებს უმღნები. ბაბი და რა ზუსტ ვაიმე გამარჯობა. მოკლედ როგორც ხედავ სპონსორი ყავს. სუბსტანციის განხილვა, გარდა იმისა, რომ ჩვენს გვინდოდა, კიდევ უფრო დიდი мотиваცია ამ ფილმის განხილვის დაჩქარებაზე მოგცა მაყურებლის შემოთავაზება. და ამის გამო ძალიან დიდი მადლობა და სხვებსაც, აუცილებლად გავითვალისწინებთ. ხო, რაც გინდათ ხო, მადლობა. ფილმის განხილვა. აჟიოტაჟი გამოიწვია მე ვიტყოდი, გარკვეულწილად. ან ძალიან მოსწონთ როგორც წესი, ან ძალიან არ მოსწონთ. თუ ნახოთ ჩვენ რომელ ჯგუფს მივეკუთვნებით, საერთოდ თუ მივეკუთვნებით რომელიმე ამ ჯგუფს. კი ბატონო. რეჟისორი დავასახელოთ, რომ არის მიდია ბუღანცაშენ დავასახელე. კაროლი ფარგიტი, მე კორალი. კორალი? კორალი. კორალი ფარგიტი. საერთოდ რეჟისორი მონაწილეობენ დემი მური და მარგარეტ აბა თქვი. კაი, დემი მური და მარგარეტ კვალი. ხო, ოსკარის ნომინაციები თქვათ, იმიტომ რომ 5 ოსკარის ნომინაცია მოიპოვა. ესენია საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო რეჟისორი, ორიგინალური screenplay, რაც არის სცენარი, make-up-ი, best picture. ანუ საუკეთესო კინოსურათი. დავიწყოთ განხილვა პროლოგით და ექსპოზიციით. ძალიან საინტერესოა განსაკუთრებით პროლოგი, იმიტომ რომ ანუ მართლა ვინც უყურებს, ყველა მიხვდება, რომ ერთგვარი წინასიტყვაობაა და გასაგებია, რაც არის ლაპარაკი, ერთი არის კვერცხის ცილის გაყოფის და შემდეგ არის ელისაბედის ვარსკვლავის გახსნა და როგორ გადის დრო. ამასთან დაკავშირებით ერთ პატარა რაღაცას ვიტყვი. მთელი ფილმი ცდილობს რომ ისაჩვენოს, რაც უკვე არის ნაჩვენები ამ ორ სცენარში და თან საკმაოდ კარგად არის ნაჩვენები. ასე რომ გაგრძელებულიყო, რომ დამით რო ყოფილიყო მთელი ფილმი დატვირთული იქნებოდა ძალიან კარგი. მაგრამ როგორც კი გადის პროლოგი და იწყება ექსპოზიცია, ექსპოზიციიდან ვხვდებით რა ტონალობას და რას ირჩევს ფილმი სამწუხაროდ. ის იდეა თვითონ, რასაც ეს ორი ნაწილი კვერცხის იმდენად არა, ვარსკვლავის მომენტი, კაშკაშა ვარსკვლავის ჩაქრობა. როგორ ხდება და დრო როგორ ჭამს ამ ვარსკვლავს. ხო, აი ეგ ისე კარგად ქონდა გაკეთებული მართლა, რომ მარტო ეგ მომენტი ძალიან მაგარ ვიდეო არტად გაკეთდა. აი მან გამოჩნდა, რომ ამ რეჟისორს აქვს რეჟისორული ნიჭი. კვერცხის სიმბოლო ძალიან მარტივი არის, რომ აიცი რომ დაბადების სიმბოლო განახლების და გაახალგაზრდაობის და ეგ თავიდან რო ჩანს, ფილმს კიდე რამდენჯერმე დაყვება. ამდენჯერ ამის გამეორება. Closer რაც ვილაპარაკეთ რომ არის ლანგარზე. აქ უკვე იმდენჯერ გეუბნება და იმდენჯერ გაწვდის რომ აი გავიგე. ის გამახსენდა რომ პერსონაჟი და რო ვთქვით რომ ესეთი კომპლექსური პერსონაჟი დიდი ხანია არ შემოხვედრია, ესეთი ზედაპირული პერსონაჟი დიდი ხანია არ შემოხვედრია. გადავიდეთ პროლოგიდან ექსპოზიციურ ნაწილზე, იმიტომ რომ გონია რომ ბევრი არის სალაპარაკო ფილმის ლაფსუსებზე, იმიტომ რომ ექსპოზიციურ ნაწილშივე ძალიან ბევრი რაღაც ჩანს. ექსპოზიციურ ნაწილში როგორც კი ის კაცი ჩდება, რომლის სახელს ვიგებ საერთოდ ბოსი ვინც არის მოკლედ. როგორც კი ეგ ჩდება, კამერის რაკურსი, ლინზაც ყველაფერი რადიკალურად იცვლება და იღებს რაღაც გროტესკის ფორმას. ეს გროტესკული ლინზა, რაკურსის ყველაფერი ვიზუალში რაც შეიძლება რომ გამოიხატებოდეს, მხოლოდ კაცებთან დაკავშირებით არის, როცა კაცები ჩდებიან სცენაში, უცებ იცვლება ეს ყველაფერი, რაც გასაგებია შეიძლება არ აშკარად ესე უნდა და უბრალოდ ძალიან ზედაპირულს და მარტივს და აშკარას ხდის სათქმელს ექსპოზიციაში შევაჯამებდით ერთი წინადადებით, რომ ყველა სცენაში კი არა, თითქმის ყველა კადრში არის თავარ პრობლემაზე მინიშნება არ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ მინიშნება გულისხმობს იმას, რომ რაღაცაზე უნდა დაგაფიქროს, ან საერთოდ არაფერზე არ გაფიქრებს, პირდაპირ გეუბნება, როგორც კი ეს კაცი პირველივე სიტყვებს ამბობს, მაშინ ვხვდები რა არის პრობლემა ინდუსტრიაში და ზოგადად სამყაროშიც ქალებს ხოლმე დაფასებენ ახალგაზრდობისას, ესეთი კონცეფციას გვთავაზობს რეჟისორი და იდეის ავტორი. ეს სათქმელი, რაც იდეალურად ითქვა პროლოგში, რაც თვლილობარაკეთ იმ ვარსკვლავთან დაკავშირებით, ექსპოზიციაში მართლა უკვე დავიღალე
იმდენად ყოველ კადრში რაღაც მინიშნება იყო, ან გაზეთში ეწერა, რომ 18-დან 30 წლამდე, ან რაღაცა აბრაზე იყო გამოკრული, რომ საშუალო ასაკის ქალები მახინჯერხან თლად ეგრე არა, მაგრამ ანუ რაღაც ეგეთი დატვირთული იყო ყოველი კადრი, იმდენად რომ უბრალოდ დამღლელი ხდება, ანუ ყოველ სცენაში მაინც ყოფილიყო და არა ყოველ კადრში, ხო, აი დამღლელი ხდება უკვე ძალიან, იმიტომ რომ თითქოს გაცლის საერთოდ ფიქრის უნარს. რო დასკვნაში იმიტომ არ ვინ ამის თქვა, რომ თავიდანვე ისეთი აშკარაა, რომ კი, ამიტომ არ არის თქმასაც ვაპირებ, ისეთი აშკარა თავიდანვე. რომ ეხავე უნდა თქვა, ან გაბრაზებული რეჟისორის ფილმი არის ჩემთვის. გაბრაზა ქალი და გადაიღო ფილმი. ცოტა ისე უხეშად შეიძლება ჟღერს, მაგრამ კამერა რისთვის არსებობს, მონტაჟი რისთვის არსებობს, რომ რაღაც მინიშნებები მოგცეს, მაგრამ პირდაპირ კი არ უნდა გითხრა, შენ ეს რაღაცები უნდა დააკავშირო და ეს რაღაცები, რასაც განახებს, არ უნდა იყოს ისეთი აშკარა, რომ თქვა, რომ ეს ზუსტად ვიცი, რომ მე ეს ბოლოში სადღაც რომელიღაცა ნაწილში მე აი უნდა დავიმახსოვრო და რომ შემდეგში გამოვიყენო რაღაცის გასახსნელად. კარგი მონტაჟი, კარგი ოპერატორული ნამუშევარი და კარგი სარეჟისორო ნამუშევარი არის ის, როცა ასეთ მინიშნებას ის განახებს, მაგრამ შენ ვერც კი იაზრებ, ისე რჩება შენ გონებაში და მე ისე იყენებ ამას რაღაც მომენტში, ანუ რაღაც კვანძის გასახსნელად პირობითად ან ასე შემდეგ. აქ ასე არ იყო. სიტყვებით იმდენი რაღაც იყო პირდაპირ ნათქვამი და ამ ფილმის მთავარი იდეა რაც არის, ეგეც ერთ მომენტში პირდაპირ სიტყვებით არის ნათქვამი. ერთი ძალიან გამაღიზიანებელი რაც იყო, ეგთანი ბიჭი, რომელსაც ანუ რა კამერა ურახუნეს ხელში, რომ ეს ლაქა გავიგე, მივხვდი, რომ ეს ლაქა უნდა დავიმახსოვრო და გამომადგება. კიდე მეორეთაც მირახუნეს ეს კადრი სახეში. მესამეთაც მირახოს, ხო, კაი, ბოლოს მივხვდი, რომ ეს მოხუცი კაცი არის ნომერი 207, მე მგონი, ხო? ასეთი რაღაცები ძალიან ხშირად არის და ეს არის ცოტა შეურაცხყოფა მოყოლს. ანუ არ უნდა ძალიან ეგრევე ვთქვა, მადლობა. რომ ასეთი თამამი. ხო, ნუ ეგ არის კი. ეს მხოლოდ ექსპოზიციაში არ ხდება, ასე როგორც მივხვდით და როგორც ვთქვით, მთელი ფილმის განმავლობაში ესეა, როცა ვახსენე კიდეს მგონი, რომ კაცები რო ჩდებიან, ტონალობას ფილმი აბსოლუტურად იცვლის, ოღონდ შეიძლება რაღაც მომენტებში ეს ჯდებოდეს და ფილმისთვის კარგად მუშაობდეს, მაგრამ ამ ფილმში ნამდვილად არ მუშაობს კარგად. არ მინდა რომ ეხა რაღაც ძალიან უხეშად თქვა, მაგრამ ესეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს რეჟისორი დაჯდა, დაფიქრდა, რომ აი ეს სათქმელი როგორ გამოვთქვა კინოენით, მარტივი კინოენით და პირველი რაც მოაფიქრდა თავში, ყველაზე პლაკატური, ყველაზე სადა რაღაც ის აირჩია და თქვა რომ კი, ანუ მშვენივრად ამით გამოვხატავ. გამახსენდა სხვა შორის ბარბი. ხარა გასაკვირი რომ ფილმზე ბარბი გაგახსენდება, მაგრამ ბარბი ესე, ანუ არ გავუღიზიანები ვარ მე. მინდა ვთქვა, არ ვიცი. მაგრამ ამ ფილმმა ძალიან გამაღიზიანა. იმიტომ რომ თითქოს თვითონ ფილმიც კი დაბნეული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ რისი გაკეთება უნდა და უბრალოდ რისი გაკეთება უნდა და ძალიან აშკარა იყო და ყოველ კადრში გვეუბნებოდა მაგას როგორც ვთქვით, მაგრამ აი როგორ უნდა და თითქოს ამაზე თავის თავთან ვერ შეჯერდა ეს რეჟისორი, რომ აი როგორ გადმოეცა ეს ისე, რომ ხატრულ ხარისხზე რამდენად ფიქრობდა საერთოდ, ანუ არ ვიცი, მაგრამ მე მგონია, რომ დიდად ნაფიქრი არ იყო. ყველაზე მარტივი ვარიანტები და არჩევანი იყო გაკეთებული. ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ფილმი, რომ არა ის აშკარა და ხელოვნური პლაკატური გზები სათქმის გადმოცემისა, როგორცაც რეჟისორი გვთავაზობს. ახალი გაორებულია ეს ქალი. კალენდარზე აღნიშნავს სიუს სახელს, ანუ სახელით სიუს დღეებს და ელისაბეთის, ანუ თავის აღნიშნავს X-ით, ანუ თავის სახელს არ აწერს. უბრალოდ კარგი მინიშნება იმისა, რომ ამ ქალისთვის მნიშვნელოვანია ის ახალგაზრდული ნაწილი, სიუ. ის საკუთარ თავს ელისაბეთს არ აღიქვამს მნიშვნელოვნად. სახელის დაწერის ღირსადაც არ ცვლის თითქოს თავის თავს. კარგი მინიშნება იყო იმისა, რა არის ამ ქალის პრიორიტეტი, რომ იყოს ისევ ახალგაზრდა. ხო, ერთი კიდე რაც ძალიან დიდი მინუსი იყო ამ ფილმში, ჩემთვის არის, რომ თავარი კვანძი და უბედურება არის გარშემო სტრიალებს, რომ ეს სტერეოტიპი რაც არსებობს. 2 საათს ნახევარი როა ფილმი და საათს ნახევარი მარტო სიუს უკანალს მაჩვენებ და სახეზე მადებ.
ძალიან ლამაზი უკანალია გვაღიარებ, ძალიან სასიამოვნო იყო ყურება ზოგჯერ, მაგრამ იყო რაღაც ეპიზოდები, სადაც ეს კი ასე უნდა ყოფილიყო, კი სწორი იყო ამის ჩვენება, მაგრამ ზოგჯერ გეგონება მეტი არაფერი იყო გადასაღები, ან თუ მეტი არაფერი იყო გადასაღები, ესო 9-ჯერ მაჩვენე 901-ით რაღაცო მაჩვენებ, საერთოდ ამოიღე მაშინ ეს კადრი. ხო შეიძლება დაახლოებით 50 წუთი იყო ფილმის ჩავინიშნე, რომ მივხვდი ყველაზე მეტად რა მაწუხებდა ფილმში. ამ ორ პერსონაჟს პიროვნებები არ იყვნენ, ანუ ნამდვილი ადამიანები, პიროვნული თვისებები საერთოდ არ გააჩნდათ. ამ პერსონაჟების ერთ-ერთი თვისება იყო ელიზაბეთზე შეიძლება ვთქვათ ის, რომ დათრგუნულია ამ სტერეოტიპით და უნდა რომ ისევ ახალგაზრდა იყოს და სიუზე იყო ვიღაც მოხიბლა რომ უნდა ამ თავისი სხეულით ზუსტად. მაგალითად გვიჩვენა 901-ჯერ რომ ანუ სხვა პიროვნული თვისება უბრალოდ არ გააჩნიათ ამ პერსონაჟებს. ანუ მე ვერ დავინახე მათში რამე, რაც აი იყვნენ საოცრად ზედაპირულები, სამგანზომილებიანი პერსონაჟები საერთოდ არ იყვნენ. ისიც გავიფიქრე, რომ პატრიარქატის კრიტიკა უნდა ცდილობს, მაგრამ ეს ფილმი პატრიარქატის კრიტიკა კი არა, ხანდახან ზუსტად იმიტომაც, რომ აი მხოლოდ ამად აქცევს ამ ორ ქალს, უფრო ანტიფემინისტური გამოდის, ვიდრე ფემინისტური, რასაც შეიძლება ხმამაღალი განაცხადია, შეიძლება არ უნდა ვამბობდე ესე, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში რაღაც მომენტებში ეგრე დავინახე, რომ თუ უნდა და იმის ჩვენება რამდენად გამანადგურებელი შეიძლება იყოს პატრიარქატი, ბევრად უკეთესი გზები იყო ამის საჩვენებლად, ვიდრე ეს რაღაც ზედაპირული ერთგანზომილებიანი მოცემულობა და პერსონაჟები. ძალიან კარგი ეპიზოდი იყო მაგ მხრივ, ისევ სიუს უკანალთან დაკავშირებით, როდესაც აიღს მეორე კამერაში რაღაც ხარვეზი მოხდაო და რამდენიმე ათეული ადამიანი დგას სიუს მათ შორის და ძალიან დიდ ეკრანზე უყურებენ სიუს უკანალს. ეს მაგალითად ეგ ეპიზოდი მომეწონა, მათ ძალიან მნიშვნელოვანი. მათ საჭირო იყო სათქმელი, ხო. კი და ძალიან კარგად ლაკონურად, აშკარა, მაგრამ ეს ის სიაშკარავი არ არის, რაც ეხა ნუ კვერცხების და იმის იგივე ჰარვილო ლაპარაკობს, ელაპარაკება ელიზაბეთს და ახალგაზრდა და ლამაზ გოგოზე რო ლაპარაკება და უკან რო ახალგაზრდა ლამაზ გოგო თავის ლამაზი უკანალით რო ჩანს, აი კაი თუ ათქმევინე, თუ მაჩვენეს ორივე ერთად რა უბედურებაა, ხო, ანუ ესე იგი მესამე კლასელი ბავშვი ვარ, ნუ რა ხდება. მოკლედ, დრამატურგიულმა ხარვეზებმა იმდენად შეგვაწუხა აშკარად, რომ შემთხვევითად და ესე გაუაზრებლად ორივემ თავიდანვე დრამატურგიულ ხარვეზებზე, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ვილაპარაკეთ, ახლა ძირითადად უკავშირდებოდა ზუსტად დრამატურგიას და იმ ლაფსუსებს, რაც ფილმს აქვს. მაგასთან დაკავშირებით მინდა კიდე ერთი რაღაც თქვა. ეგთან დაკავშირებით მინდა რაღაც თქვა, რომ ვაუ, კამერა მომერდა გინახეს. რომელიც შენ უკვე ახსენი, ესეკთან. აი ეს ნიშანი რო აქვს, რაც ანუ როგორ მივხვდით რომ ნიშანი აქვს, არც ვიცი, იმიტომ რომ ანუ არც უჩვენებია თითქმის რეჟისორს ეგ ნიშანი საერთოდ. ფილმში იმდენი კითხვა ჩდება დრამატურგიასთან დაკავშირებით, რომ საიდან როგორ ამოიკითხა ეს დემი მურის პერსონაჟის თვალებში ამ ბიჭმა, რომ მასაც იგივე გასაჭირი ჰქონდა და ეს გაახალგაზრდავება უნდა და ეს ცოტა ბუნდოვანია, მაგრამ ნუ ხო, ძალიან უმნიშვნელო და ძალიან ბექგრაუნდის დეტალია ეგ. კაფეში ხდება ეს ორი პერსონაჟი შემდეგ ისევ ერთმანეთს. აქ წამოიჭრება რაღაც საკითხი, რომ რეალურად კაცებიც იყენებენ ამ პროგრამას. ანუ კაცებიცაც პრობლემაა ეს ის რომ ნუ დორიან გრეის სინდრომი, ის რომ უბრალოდ ადამიანს უნდა რომ სულ ახალგაზრდა დარჩეს და ასე შემდეგ. აქ მოდის წინააღმდეგობაში ფილმი თავის თავთან ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამ ფილმის ცენტრალური ნაწილი რო ეხებოდეს იმას, თუ როგორ განიცდის დემი მურის პერსონაჟი იმ ფაქტს, რომ წლები მოემატა, ის ახალგაზრდა აღარ არის და ასე შემდეგ. გასაგები იქნებოდა მაშინ ეს დეტალიც, მაგრამ მთელი ფილმი ტრიალებს იმის გარშემო, როგორი რთულია ქალის ყოფა კაცების მიერ დომინირებულ პატრიარქალურ სამყაროში. ანუ პრობლემის თავი და თავი მდებარეობს სხვები როგორ აღიქვამენ ამას და არა იმაში თვითონ როგორ გრძნობს თავს ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, როცა შემოდის კაცის პერსონაჟი, რომელიც გვეუბნება, რომ კაციც გრძნობს იგივეს, თითქოს წინააღმდეგობაში მოდის იმასთან დაკავშირებით, რომ მაშინ რას მეუბნები მთელი ფილმით, რომ ეს არის თითქოს ქალების პრობლემა მხოლოდ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მაშინ როცა ეს პერსონაჟი შემოდის იგივე პრობლემით და ზუსტად თავისივე სიტყვებით ამბობს, რომ აღარ გრძნობ ღირსეულად თავს და ისე აღარ გრძნობ თავს, რომ ცხოვრება ღირს 50 წლის ზევით, ამას სიტყვებით ამბობს, რა თქმა უნდა, პირდაპირ მოგვართმევს. მაშინ რაზეა მთელი ფილმი, ანუ რატო არის ფემინისტური საკითხი, რასაც განიხილავს ესე ცენტრში, როცა კაცებსაც იგივე პრობლემა აქვთ მისივე თქმით.
ამ ფილმის მთავარ სათქმელად მე არ აღმიქვამს პატრიარქატის არსებობის პრობლემა, მაგრამ ეს ანუ აშკარა როა და რო ჩანს რომ ან თავად თქმა შეიძლება კონფლიქტი ხო, ან მაგაზე კონფლიქტი მაგაზე არის აგებ. აი ზუსტად მაგიტო რომ მე რას დავინახე ამ დავინახე კი არა რასაც ათქმე, ვინ ზუსტად მაგ პერსონაჟს. აქვე თქვათ ბარემაგან მოდექით და ის კაცი ეუნება ასეთ რაღაცას არ დავიწყო რომ შენ ჯერ კიდევ იმსახურებ არსებობას და აი ანუ you still matter შენ ჯერ კიდევ ნიშნავ რაღაცას. და ეს იყო ჩემი აზრით მთავარი სათქმელი. მასე რომ აღვიქვი, ამიტომ ჩემთვის არ იყო გასაკვირო ეს პერსონაჟი, ანუ კაცი შემოიყვანა. და იგივეც ახსენეთ უნდა დორიან გრეისი დრომზე თუნდაც ეგ ხო არა კი მესმის ეგ აბსოლუტურად უბრალოდ გონია რომ მაშინ თუ უნდა და მაგის თქმა ამდენად ფემინისტურ ჭრილში არ უნდა გაეტარებინა მაშინ სათქმელი იმიტომ რომ ფილმის დანარჩენ ნაწილში ის რო ეს საზოგადო პრობლემაა და არა მხოლოდ ქალების პრობლემა ეს არ ჩანს ფილმის დანარჩენ ნაწილში არა არც თავიდან არ ჩანს არც დარჩენილი მარტო ანუ მაშინ ესეთ ფემინისტურ ჭრილში არ უნდა გაეტარებინა და ყველა პერსონაჟი კაცი ამ ერთი კაცის გარდა ჩანს ძალიან გროტესკულად ძალიან ისე რომ აი რქებით აწვება რა ამ კაცებს ხა მე ზოგადად კაცების დამცველი არ ვარ იმიტომ რომ ვაპატიეთ კაცებით ვიყურებთ მაგრამ ანუ ხო ფემინიზმი იეი მაგრამ ეს რქებით რო აწვება და კაცებს ისეთი ლინზით რო უღებს რომ აი ესე არის და რაღაც დისტორტით სახე უჩანთ და რაღაცა და მე ეს ერთი შემოდის ანუ რაღაცნაირად პრობლემა რომელიც კი საზოგადო პრობლემაა გეთანხმები და მაგის თქმას კი ცდილობს მაგრამ გამოდის რომ ისევ ანუ ქალებს ეხება თითქოს მარტო ანუ ეგ სათქმელი გამოდის რომ ზუსტად იმ ჭრილში გააქვს რაც არის რომ პატრიარქატში ეს ქალი ესე ჩანს ქალი ამ სტერეოტიპების ქვეშ არის ამ გავლენის ქვეშ არის ის საზოგადო პრობლემა იკარგება ანუ კაცები იკარგებიან კი მაგაში აბსოლუტურად გესახები ანუ იცი რა სარეჟისორო რაღაცეები კიდე უფრო ჩანს ანუ როგორც რეჟისორი ეს ქალი კიდე უფრო ჩანს როგორც დრამატურგი ანუ მე უბრალოდ ვერ ვხვდები ეს სცენარი რატომ არის ნომინირებული კი ორიგინალური იდეა არის საკმაოდ ორიგინალური ანუ საინტერესო იდეა კონცეფცია არის აგებული მაგრამ ეგრე არის ნუ მილიარდობით იდეა რასაც მე შეიძლება ფილმი ვერ ააწყოს სწორად სტერეოტიპზე არის აგებული ეგრე არავითარ შემთხვევაში არ უნდა განისაჯოს სტერეოტიპი აქვს აღებული ძალიან კაი სტერეოტიპი აქვს აღებული თავარი რაც არის და მე ძალიან ანუ იდეა რაც მომეწონა როგორ გაახორციელა ეგ სხვა არის მაგრამ იდეა რომ გადაიტანა ჰორორში იმის რომ ბადი ჰორორი ხო ბადი ჰორორი ფილმი არა მაგაზე ვიტყვი ეგ ნამდვილად დადებითია ანუ რა საქმეს ეგ არის ასე რომ ხო კარგი იდეურად კარგია რამდენად გართა თვალი თავი ზუსტად ეგ მეწერია სათქმელი აქვს მაგრამ როგორ ამბობს ესაა პრობლემა ვაიმე ამის გარდა ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც დავინახე ფილმში და ჩემი აზრით რაზეც რეჟისორის ყურადღების გამოკვლევა უნდა და არის ადამიანი ზოგადად რამდენად დაუკმაყოფილებელი არსება. რა თქმა უნდა, აშკარა რასაც ვეხები ახლა ელისაბედი ზუსტად იმან გაანადგურა, რომ ვერ დაკმაყოფილდა იმ მცირედით, რასაც ეს ყოველი მეორე კვირას თავაზობდა, რომ შეძლო როგორც ახალგაზრდას ისე ეცხოვრა. ამ დაუკმაყოფილებამ გამოვიწვია ბოლოს მისი დესტრუქცია და ვნახეთ როგორი საფრთხეა. ერთი რაღაც უნდა ვახსოვოთ აუცილებლად Golden Globe-ზე. ეს ფილმი ნომინირებული იყო შედეგ ნომინაციაში საუკეთესო მიუზიკლი ან კომედიური ფილმი. ან მიუზიკლსა დაინახეს, ან კომედიასა დაინახეს. რა არის სასაცილო და რა არ არის სასაცილო ეგ სუბიექტურია და ანუ რაზე ეცინება ეგ იყო სუბიექტური, აქ კინო არის ჟანრია, იმას გააჩნია თავისი თვისებები და იმას უნდა აკმაყოფილებდეს, რომ ფილმი იყოს მიჩნეული ამათ. რაც შეეხება ჰორორს. ასეთი ფილმები, როგორიც არის ჰორორის ეს სახეობა, როგორიც შემოგთავაზა ამ რეჟისორმა, მე ძალიან მომწონს. რეფერენსებზე და რაღაც პარალელებზე ეს ფილმი დაფუძნებული არის პირველი რაც თვალში მოხდება არის ნათება, საიქო, Space Odyssey, რასაკვირველია. მე მაგალითად აი ესთეტიკური კი ბადი ჰორორია, მაგრამ ესთეტიკური ჰორორი რაღაც ესთეტიკი შემოტანა რომ და ჯალოზე არ მაქვს საუბარი, ჯალოს სულ სხვა რაღაც არის და ეს საერთოდ ცალკე სამყაროა. ეს ჯალოსთან საერთოდ ახლოსაც არ არის, მაგრამ გამახსენდა კანი როა ფილმი გახსოვთ? აი რაღაც ეგეთი სახის ის არის რა. ხო, ამაზრზენი, მაგრამ ისეთი ფერადოვნები. თვითონ რეჟისორის ქვეცნობიერში როა და იქიდან რო გიდებს ქვეცნობიერიდან, იმიტომ რომ ანუ ყველა სხვანაირად წარმოიდგენს მასეთ
წარმოუდგენელ ჰორორებს მართლა როგორც მაგან გვიჩვენა და ეგეც ხო აღსანიშნავია. კი, ანუ ეს ერთ-ერთი ღირსება იყო. ის და ჰორორზე კიდე იცი რა მინდო დამატებინა, ეს ჟანრი რო არჩია, გარდა იმისა, მარტო ბადი ჰორორზე ხო არ არის და უშეთ ის საშინელება ინახებინა ბოლოს რაც ანახა. თუ უნდა რომ ანახოს რამდენად საშინელია რომ არსებობდეს უთანასწორობა, ჩემთვის პირადად ასეა რომ გინდ ქალი იყოს მარტო და გინდ კაცი იყოს მარტო ერთნაირი საშინელება, თუ ანუ თანასწორობაზე და თანაბრობაზე არის საუბარი, ამ ხრივ ჰორორი ძალიან კაი არჩევანი იყო, რომ ანუ რაღაც ორმხრივი ის ხდება, რომ ჰორორი მარტო ის კი არ არის ბოლოს რასაც უყურებ, აი საშინელ სხეულს. არამედ ეს რაც ხდება, შეხედე ქალები როგორ არიან მოწყობილი კაცის იმაზე, ესეც ჰორორია, ესეც საშინელება. ამ ხრივად საინტერესო იქნება და რამდენად გამოუვიდა და რამდენად გააკეთა. ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ თუ ეს იყო ჩანაფიქრში, მე ვთვლი რომ კარგია და მომავალში თუ დავუშვათ ცდის, მეგონი რომ ამ რეჟისორს აქვს იმის პოტენციალი და დავინახეთ რაღაც მომენტებში რომ შეუძლია კარგი ფილმი გააკეთოს. უბრალოდ მე მესამე თუ იმეორებ, მაგრამ რაღაც ძალიან გაბრაზებულზე აქვს გადაღებული გეგონება. Body horror-თან დაკავშირებით მე რაც ვიტყოდი, პირველ რიგში ის რომ ყველაზე კარგად ჩანს ბოლოს და 10-40 წუთის განმავლობაში, კულმინაციურ მომენტში არის ამის პიკი. კი, როგორც აღნიშნე, ფილმის ღირსება ნამდვილად ეს არის და ამაზე მხოლოდ დადებითი არა, მაგრამ ამ ხრივ ვიზუალური ხრივ და რა ემოციასაც იწვევს. ამ ხრივ მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია, იმიტომ რომ მოსაწყენი ფილმი იყო ჩემთვის ზოგადად, მაგრამ აი მაგ მომენტში გამომაფხიზლა. როცა იწყებენ ფიზიკურად ერთმანეთთან ჩხუბს და მან იწყება ჩემთვის მთავარი ბადი ჰორორი. ძალიან ინტენსიურია, ძალიან გულისამრევია, შეგრძნებას იწვევს როგორ ემოციურად არა არც გონებრივად, მაგრამ რაღაც აი სხეულში რო გრძნობ რაღაცნაირად რო გძაბავს, ზუსტად ის რაც კანმა კარგად ახსენე, ზუსტად კანმა რაც გამოიწვია, რომ აი იუ რაღაც ესე რო უყურებს, ზუსტად ეგრე იყო ესეც, ოღონდ კიდევ უფრო მძაფრი, აი ძალიან მძაფრი შეგრძნებები გამოიწვია და კულმინაცია რადგან ვახსენე, ანუ მანდაც ისევ დრამატურგიულ ხარვეს მინდა მივადგე, რომ ეს ვიზუალი, ეს შეგრძნებები, რაც თავისი რეჟისორი ტექნიკური კუთხით გამოიყენა და შექმნა ამ მომენტში და ძალიან კარგად შექმნა. გააფუჭა ისევ სიტყვებით კულმინაციაში, როცა ხალხმა დაინახა და დაიწყო freak monster და ანუ მეთქი no ესეთი ვიჯექი ესე ვუყურებდი და უცებად მეთქი ხო გამახსენდა რა ფილმს ვუყურებ და მაგან ძალიან გამაღიზიანა, იმიტომ რომ საერთოდ არ იყო საჭირო freak და monster ეძახათ, როცა ისედაც აშკარა იყო მათი რეაქცია და რასაც ეს სცენა ამბობდა, რომ ხო ასეთი ქალი, ასეთი ადამიანი არავის არ უნდა და ყველას მიაჩნია იმად, რადაც მიაჩნიათ. ანუ ამის ესე სიტყვებით წამოსროლა ნამდვილად აღარ იყო საჭირო, მაგრამ ხო დრამატურგია საგან. რატო ვჩხუბობ? მე უბრალოდ ეს მინდა რომ ვიკითხო, რატო ვჩხუბობ? კომენტარებში დაწერეთ, რატო ვჩხუბობ. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ამ ფილმს ნამდვილად ღირსეული ტექნიკური ნაწილი აქვს. ხმით დავიწყებ მაშინ რაღაც ჰორორი უკვე ვახსენით, იმიტომ რომ როდესაც საქმე საშინელებათა ფილმს ეხება, საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი მიუზიკლშიც არა, მიუზიკლში უფრო მუსიკა არის და ხმოვანი რიგი და საუდ ეფექტები საშინელებათა ჟანრში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის. უტრირებული იყო, აი მაგალითად იგივე ეს პირველად იცრო დაინახავს დამახინჯებული რო აქვს და ის რა ხმები არის დადებული. უტრირებული იყო ეგ, ხმაზე ძალიან კარგი აქცენტი იყო გაკეთებული. აი რაც საშინელებათა ფილმს სჭირდება, ხო ის დაძაბულობის მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ძალიან ჩიტები ხო არ იყო, ეს სხვა ფილმი იყო, ხო გასაგებია. აი წერტილოვანი ბგერები რო არის ხოლმე დარტყმები, ხო? არ ქონდა და ვერც იქნებოდა ფიზიკურად და არც უნდა ყოფილიყო თორე. ასეთი სახის არის. რა თქმა უნდა, ჩემთვის მეიქაპი იყო ტექნიკური ნაწილიდან მთავარი და რამაც ჩემთვის ეს ფილმი შექმნა და შეკრა. დემი მურის პერფორმანსის 90% მოდის მეიქაპზე, იმიტომ რომ ყველა მომენტი, სადაც მან როგორც მსახიობმა შეძლო თავის გამოხატვა, უკავშირდება ზუსტად მეიქაპს. თუ დემი მური აიღებს ოსკარს, მეიქაპმაც აუცილებლად უნდა აიღოს ოსკარი, იმიტომ რომ მეიქაპი იყო ჩვეულებრივი მსახიობი ამ ფილმში რა. როგორც ვახსენე, ძალიან ბევრი პარალელი არის სხვა ფილმებთან და ეს არ არის თითო როლა რაღაც კადრი, აი ძალიან დიდი ნაწილი, ძალიან და აშკარა. ამ ხრივ ძალიან კარგ არტ დიზაინს ნამუშევარი, რომ თან გახსენებს და ეს პარალელს აშკარად გრძნობ, მაგრამ ავთენტურიც აქვს გაკეთებული რა. ამ ხრივ ძალიან კარგი იყო. თავარია საოპერატორო ნამუშევარს ეს ტანდემში ერთად ქმნის იმ დაძაბულობას, რაც ძალიან საჭირო ამ ფილმში და რაზეც ვთქვით, რომ ამის გაკეთება მაინც შეძლო რეჟისორმა, რომ ამ მომენტებში ეს
იდეალურად ქმნის საოპერატორო ნამუშევარს და განსაკუთრებით არტ დიზაინი ნამდვილად. კონტრასტი რაღაცნაირად გარესამყაროს სადაც ეს მარგარეტის პერსონაჟი რა ქვია სიუ სადაც ცეკვავს და ეს უკანალს კამერას ადებს და ასე შემდეგ როგორც აღნიშნეთ თითქოს მაგას ქონდა რაღაცნაირად აი ბარბის ეფექტი რაც ვახსენე და თავარი ჰორორი რაც ხდება ეს ხდება სახლში და ზუსტად იმ სახში სულ სხვა შეგრძნებები მოდიოდა და მგონია რომ საოპერატორო ნამუშევარს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის შეგრძნების შექმნაში მონაწილეობდა რაც შეძლო და რაც ვახსენეთ რომ შეძლო. ტექნიკური ნაწილის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მონტაჟი, რომელზეც იმდენი რაღაცა ჩავინიშნე ხა ყველაფერს ნამდვილად ვერ ვიწყო. რამდენი სხვადასხვა სახის მონტაჟის ხერხი იყო გამოყენებული, რაც გამართლებულია, იმიტომ რომ ეხლა რას ვასწავლე, განსხვავებულ ინტერიერში, განსხვავებულ სივრცეში ძალიან ლოგიკურია რომ განსხვავებული მონტაჟის ხერხს იყენებ. მაგალითად ერთ-ერთი სტილი მონტაჟის რაც იყო გამოყენებული, აი რეკლამებში რაც ციან ხოლმე, ხო ეგ იყო ხშირად სიუსთან მიმართებაში. აი იგივე თვითონ გადაცემის ხო ეგ ცეკვა, აი იცი რა გადაცემის მომენტში კიდე ოკეი, იმიტომ რომ ნუ გადაცემა და მაგიტო, მაგრამ აი მაგალითად სახში როა და რაღაც წვენს რო გამოიღებს და როგორ სვამს და რაღაც აი რეკლამებში რამდენად ლამაზი გოგონა რო ეს რაღაც დანამობოც იღებს სვამს და აი ასე განახებს ამ პერსონაჟს, ეს პერსონაჟი არის ეს და არავინ სხვა და არაფერი მეტი. ერთ-ერთი ეგ იყო და მე ვამბობ რომ კარგი იყო. რაც შეეხება გადაცემის ჩაწერის დროზე იმ ცეკვის მომენტებს ტელევიზორში როცა გადის უკვე და ელიზაბეტი როცა უყურებს ზუსტად იგივე იმით არის ნაჩვენები ტელევიზორში როგორც მანამდე ჩვენ ვნახეთ. ამ ხრივ გამახსენა ანუ ჩოლოვე ამერიკული ტიპი და ნიკი მინაჟის და კარდი ბის და ეგეთი ანუ რეპ დრეიკის და მაგათი ისინი იყო რა ქვია კლიპები იყო გეგონება და ეგ არ მომეწონა იმ მომენტში კი არა სადაც ანუ ორიგინალში რომ ანახეს უკვე ტელევიზორში რომ გამოდის ძალიან აი მეგონია რომ მაგის პრობლემა არის წეგან კაი სიტყვა ახსენე უტრირებული აი ეგ ყველაფერი იყო უტრირებული გაბუქებული ზოგადად ბოლო დონეზე შეიძლება რეჟისორი დაგვიჯდეს ხა შეგვეწინააღმდეგოს რომ ეს ასე მინდოდა იმიტომ რომ ეს უნდა მეჩვენებინა უნდა გამებუქებინა ეს საკითხი იმიტომ რომ ასე უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ მე მგონია რომ ეგ საერთოდ არ ამართლებს მაგას პირიქით ანუ ეგ უფრო დიდი პრობლემაა თუ ეგრე უნდა და ამის გაკეთება და შემთხვევით არ გამოვიდა იმიტომ რომ არაფერს მოცემია საერთოდ არაფერს მოცემია ნერვებს გაღიზიანებ ყველა იმას არ ჩამოუთვლი მონტაჟზე უბრალოდ ბევრი ხერხი იყო გამოყენებული და ტექნიკური თვალსაზრისით სწორად ქონა, ძალიან მაღალ დონეზე ქონა გაკეთებული, მაგრამ რისი მთქმელია ეს და რისი მომცემია? არაფრის აბსოლუტურად. ყველანაირად არაფრის მომცემ. ანუ არაფერს არ მატებდა თხრობას და როცა მონტაჟი ფილმში თხრობას არ მატებს არაფერს, ჩემთვის საერთოდ არ არის ყურადღების მიქცევის ღირსი რა და ზუსტად ვეთანხმები ყველაფერში რაც თქვა გამაღიზიანებელი იყო ეგეც ძალიან ჩემი აზრით ამის შეჯამება არ გვჭირდება იმიტომ რომ ჩვენს მაყურებელს პატივს ვცემთ და ვიცით რომ ჩვენი ნათქვამიდან გამოიტანს აზრს როგორ გრძნობთ და რას გრძნობთ ამ ფილმთან დაკავშირებით მაგრამ ხო მე ვიტყოდი რომ ბოლო ნახევარი საათი რომელიც წუთი კარგი იყო მიუხედავად იმისა რომ რაც ვახსენე კულმინაციაც გააბუჭა თუ მაგას ამოჭრით და ნახავთ უბრალოდ როგორც ბადი ჰორორს ძალიან ანუ კარგად სანახავია, ანუ რამდენადაც ბადი ჰორორი შეიძლება კარგად სანახავი იყოს. რო გითხრა რომ ულტრა მეგა უარყოფითად ვარ ამ ფილმის მიმართ განწყობილი და ძალიან იმედები გამისურვა და ასე შემდეგ, მე ამ ფილმის მიმართ ასე არ ვარ. ანუ პირველ რიგში რაც არ მომეწონა არის ის, რომ ყველაფერი სათქმელი არის პირდაპირ ნაჩვენები და ეგ არის მთავარი მინუსი. არ ვიცი რეჟისორმა რა გაუკეთა სცენარს, იმიტომ რომ კანზე სცენარში აქვს აღებული პრიზი. ახლაც არის სცენარში ნომინირებული და იდეა არის ძალიან მაგარი იდეა, იდეურად არის ძალიან მაგარი ფილმი. და იგივე აი ეს რა ჟანრიც აქვს არჩეული ამ ხრებაც ძალიან მაგარია, ტექნიკური თვალსაზრისით, ძალიან მაღალი დონის ის და ისე გამარტივა ყველაფერი და ისე პირდაპირ ფიქრის იმიტომ გაგახსენდა ბარბი პლაკატური და ის რო არის. ხო, მაგრამ ანუ ეხლა დავამატებ რომ ბარბი მე ესე არ გამაღიზიანა. იმიტომ რომ ბარბისგან ეგეთ რაღაცას არ მოელი. ბარბისგან მოელი კიდეს პლაკატურობას. არა, ბარბისგან არ მოელი იმას რომ რაღაცა ის უნდა. და ბარბისგან მოელი პლაკატურობას, ანუ ეგ კარგი და გაბრაზებული რეჟისორის თავბეჭდილებასაც არ ტოვებდა ის. ანუ თითქოს თავის თავს აღიქვამდა იმად, რაც იყო. და ეს არ აღიქვამს იმად, რაც არის. აღიქვამს თავს ძალიან სერიოზულად, ძალიან ბევრის მთქმელად. როგორ უყურებს თავის თავს ფილმი, ეგ არის ძირითადი პრობლემა რა. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორული შეცდომა არის, ეს ყველაფერი ამ რეჟისორმა ისიც ანახა, რომ შეუძლია ძალიან კაი რეჟისორი იყოს. უბრალოდ თუ გაბრაზებული არ იქნება ხოლმე და გააკონტროლებს თავის ემოციებს.
წავზედები მომდის. იცი თუ ფსიქოლოგთან მივა და გაივლის ამ ყველაფერს ამ რეჟისორს აქ იმის უნდა რომ გადაიღოს კარგი ფილმი და ნახოთ ანუ იმიტომ რომ რაღაცეების აღქმა ძალიან კარგია. კი, ძალიან. რა ვინმეს? საბურამ კიდე. გვანცანოზე აძლევს ნებართვას რომ ცადოს კიდე. დამიკავშირდნენ ის დროს და ნომინაცია მიიღო მის ფილმს. კიდე ძალიან ბევრი რას თქმა შეიძლება რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ რამდენს გავიტყვით და ამიტომ ამას უნდა დავჯერდეთ. მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. ძალიან ემოციური არ ვიყავით, იმიტომ რომ ხანდახან მოგვდის ხოლმე ეგრე. გამოიწერეთ. Liga, danke schön, Liga. გამოგვიწერეთ.